გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის სპორტული საავტორო ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. დღეს 2025 წლის 18 მარტია. მინდა წარმოვადგინო დღევანდელი გადაცემის სტუმრები. ჩვენი გადაცემის დებიუტანტი, თუ არ გეწყინებათ ბატონო ვახტანგ, დავიწყებ დებიუტანტისგან, საქართველოს გოგონათა ხელბურთელთა ნაკრების მეკარე, ფოთის კლუბ ოქროს ვერძის მეკარე, ანანო გაწერელია. დიდი მადლობა ანანო, 18 წლის არის ანანო. წარმატებით გამოდის როგორც ახალ გოგონათა ნაკრებში, ასე თავის კლუბში და ამიტომ კიდევ არის სხვა მიზეზები, რატომ მოვიწვიეთ დღევანდელ გადაცემაში, როცა მას მივცემ სიტყვას, მაშინ უფრო ფართოდ წარმოვადგენ ანანო გაწერელიას. და ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი, ბირთვი ძირითადი შეიძლება ასე ითქვას, ბატონი ვახტანგ მეიფარიანი, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 90-იან წლებში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ადამიანი, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრება არის სპორტში, ხელბურთში. გასაგებია, რატომ მოვიწვიეთ ბატონი ვახტანგი და ანანო, იმიტომ რომ ჩვენმა ნაკრებმა, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებმა ძალიან გაგვახარა ბოლო დროს 13 მარტს თბილისი არენაზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი დაამარცხა ბოსნიის ნაკრები ორი ბურთის ხავობით 28-26. 16 მარტს კი კვირას გვიან საღამოს ბოსნიის ქალაქ ცაზინში მეორეჯერ უკვე სტუმრად დაამარცხა ბოსნიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 22-20-ით. პატარა საიდუმლოს გეტყვით. ბატონი ვახტანგი რამდენიმეჯერ იყო ჩვენ გადაცემაში, ორჯერ, როგორც მე მახსოვს და ასეთი შეთანხმება გვაქვს. მეუბნება, როცა ჩვენი ნაკრები გაიმარჯვებს, იმ მომენტში იმის შემდეგ აუცილებლად მოვალ. მაგრამ ახლა ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა ჩემმა ნაკრებმა, ამიტომ ზედიზედ კი არ მოვიწევთ, პირველად დღეს მოვიწვიეთ და ალბათ მეორე იქნება აპრილის ბოლოს, როცა გვექნება 8 მაისისთვის სამზადისი 8 მაისს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები შეხვდება საბერძეთის ნაკრებს. ეს იქნება ბოლო საშინაო მატჩი. დიდი შანსი აქვს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მეორეჯერ მოიპოვოს უფლება ითამაშოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. შეგახსენებთ, რომ 24 წლის იანვარში საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებმა პირველად დამოუკიდებლობის პერიოდში იასპარეზა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. 3 მატჩიდან 1 მოვიგეთ. ეს კარგი იყო დებიუტანტებისთვის, სხვა დებიუტანტებმა არც ერთმა ვერ მოახერხა მატჩის მოგება. პლუს მინდა ვთხოვო ბატონ ვახტანგ მეიფარიანს, ჩვენ სახელოვან ხელბურთელს ამჟამად ბოლო წლებში კი ეროვნული ნაკრების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ვისაუბროთ ჩვენი ნაკრების პერსპექტივებზე, ამ მატჩებზე და რასაკვირველია 2025 წლის ივლისში რომ გაიმართება თელავში ევროპის ჩემპიონატი გოგონათა შორის, სხვა მიზნულ შორის, იმაზეც უნდა ვისაუბროთ. გთხოვთ ბატონ ვახტანგ, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ წარმოვადგენ ბატონი ვახტანგ მეიფარიანი, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 90-იან წლებში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი STU შევარდენის რიგებში, მოასწრო 80-იანი წლების ბოლოზე ცოტა პერიოდი თბილისის ქარიშხალაში, ლეგენდარულ კლუბში, ბურევესლიგში თამაში. ბატონ ვახტანგ, გთხოვთ ეროვნული ნაკრების მატჩებზე და იმ მეორე თემაზე, რომელიც მე თქვენ გთხოვეთ. მოგესალმებით ბატონო თენგიზ, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა. მართლაც ორი ძალიან რთული მძიმე მატჩი ჰქონდა ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ ნაკრებთან თბილისში 13-ში. მძიმე დავიწყეთ მატჩი, ყველა ბიჭები ყველა მზად იყვნენ, ყველა იყვნენ ფორმაში, მონდომებულები, მაგრამ ისე არ დაიწყო თამაში პირველი წუთებში, როგორც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ჩვენმა ბიჭებთან გამონახეს ძალები და შემდეგ ტაიმი, როგორც იცით, დავასრულეთ გამარჯვებით.
იყო რაღაც შეცდომები, ცოტა უხერხული კი მოუგეთ ბოსნიას ჩვენ ბოლოს სამივე მატჩი. პირველი მოუგეთ როგორც გახსოვთ გერმანია. ბოდიში თქვენთან ფოტო ვიდეო მასალა მიდის ახლა პირველი მატჩის არის ეს ხელბურთის ფედერაციის გვერდიდან ავიღე და საერთოდ გირჩევთ ძირფასო ტელემაყურებელ რადიომსმენელებო, როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, შედით ხელბურთის ფედერაციის ვებსაიტზე და გვერდზე და კარგ ხასიათზე მოხვალთ, იმიტომ რომ საინტერესო და პოზიტიური ინფორმაციები არის. კი ბატონო. ხო და გერმანიაში გავიმარჯვეთ ბოსნიის წინააღმდეგ, მაგრამ იქაც საკმაოდ რთული თამაში ჰქონდა. ბოლო წაწუთებზე მოხდა ეს გამარჯვება, უნდა რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის ბრძოლის უნარიანობა აღნიშნო, ჩვენი ბიჭების მონდომება. იგივე მოხდა თბილისის თამაშის დროსაც და გასვლაზე ურთულესი თამაში იყო, გამოწვეული მაყურებლებიდან, იქ სიტუაციიდან, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ არიან უფრო კლასით მაღლადგანან, გამოავლინეს თავისი ხასიათის, მებრძოლის ხასიათი და გაგვახარეს და იქაც წარმატებით დავასრულეთ. იყო რაღაც შეცდომები, ამას ყველაფერს მწვრთნელები გაანალიზებენ, რა თქმა უნდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ 8 მაისს საბერძნეთთან ბევრად უკეთესად ვითამაშებთ, იმიტომ რომ ჩვენი გუნდი ყოველი თამაშით პროგრესირებს და უკეთესად თამაშობს და უკეთესად. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ შეცდომებს თუ გამოვასწორებთ, რა შეცდომებიც ჩვენ გქონდა კონკრეტულ ბოლო თამაშებში, უფრო უკეთეს გუნდებსაც შეგვიძლია, რომ ღირსეულად ვეთამაშოთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ გავალთ ფინალურ ეტაპზე ევროპის ჩემპიონატზე და იქაც ღირსეულად ვითამაშებთ. ეს უკვე არის პირველი მატჩის ფრაგმენტებია, ხო? პირველი მატჩის თბილისში, ხო? თბილისში არის ეს ფრაგმენტები, პირველი მატჩის ფრაგმენტები. დიახ. ბატონო ვახტანგ, ახლა ტელემაყურებლებს მინდა უთხრა, რომ თამაშის წინ რაღაც აუძღო და მინდა აუცილებლად მინდა ძალიან კარგი და სასიამოვნო დღეები იყო ქართული ხელბურთისთვის, იმიტომ რომ მართლაც სახელმწიფომ დააფასა ჩვენი წარმატება და 11 მარტს იყო ისტორიული დღე და ჩვენ ეროვნული ნაკრების ხელბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, ფედერაციის თანამშრომლებს გადმოგვეცა ღირსების ორდენები და მედლები და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ პრეზიდენტს, ბატონ პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, ბატონ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ყველამ ერთობლივი წარდგენით მოხდა ჩვენი ნაკრების და ბიჭების დაჯილდოება, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და ამაღლებულ ნოტაზე იყვნენ, ასე ვთქვათ, ჩვენი ბიჭები ძალიან დიდი ყურადღებისგან გამომდინარე და იმიტომ შემართებით იყვნენ, ცოტა შეიძლება ამან მეტი მღელვარება გამოიწვია 11-მა, ამის თქმა მინდო 11 მარტს იყო დაჯილდოება და 13-ში იყო თამაში და ფსიქოლოგიურად ეს ერთი მხრივ სიხარულია და მეორე მხრივ დიდი პასუხისმგებლობა და შეიძლება ამიტომ პირველი ტაიმის დასაწყისში პირველი 20 წუთი მინუსში ვიყავით, ხო? კი ბატონო, რაღაც თითქოს არ წავიდა თამაში, თითქოს შემოჭილები ვიყავით, მაგრამ შემდეგ გაიხსნა და გვასახერეს ჩვენმა ბიჭებმა დიდი მადლობა გულშემატკივარს, რა თქმა უნდა მოსული იყო და ჩვენ გვაქვს სურვილი რომ უფრო მეტი გვახსოვს ადრე ოქროს გუნდი რო იყო 60-იან წლებში ჩვენი ტრადიციები როცა იყო უდიდესი ტრადიციები ქართული ხელბურთის სპორტის სასახლე ივსებოდა და 10000 კაცი მოდიოდა თამაშზე და ჩვენი მიზანიც არის რომ ისე გავხადოთ, ისეთი პოპულარული გავხადოთ ხელბურთი რომ 10000 კაცი მოვიდეს ხელბურთზე და მე დარწმუნებული ვარ რომ საბერძნეთთან უნდა გაივსოს სპორტის სასახლე, იმიტომ რომ ეს თამაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის აგზურისთვის და მე მინდა ეხლა ვეთხოვო ჩვენ გულშემატკივარს, სპორტის ხელბურთის გულშემატკივარს, რომ მობრძანდეს და 8 მაისს ერთად 8 მაისს იგივე დარბაზში თბილისის არენაზე. კი ბატონო, იგივე მაღლი კორპუსთან თბილისის არენაზე 10000 მაყურებელი ეტევა 5 საათზე ხო დაგეკმილი არის ყველაფერი 5 საათზე, იმიტომ რომ იმ დღესვე მიფრინავენ ჩვენი ხელბურთელები ისლანდიაში და მოგვიწია იმათ ევროპის ხელბურთის ფედერაციასთან იმათ ყველასთან შეთანხმება, რომ 5 საათზე ჩაგვეტარებინა თამაში, ასე რომ იმავე საღამოს მიფრინავენ რიგის გავლით ისლანდიაში. თითქმის ისლანდიაში სულ 2-3 რეისი ამ პერიოდში ამ წლებში 11-ში გვაქვს იქ თამაში და აქედან გამომდინარე სხვანაირად ვერ ესწრება ვერანაირად. გასაგებია. ახლა მინდა გითხოთ ბატონო ვახტანგ, სანამ შეგეკითხებით, ერთ პატარა საიდუმლოს გეტყვით. მატჩამდე ხშირად ქონდა ურთიერთობა ბატონ ვახტანგ მიმოწერით, ზარებით და მე რასაკვირველი მეც განვიცდიდი, ძალიან მიყვარს ხელბურთი, დიდი ხანია ვაშუქებ, ჯერ კიდევ 80-იანი წლები, 90-იან წლებში
და ბოლო წლებშიც უფრო აქტიურად და ბატონო ვახტანგი მეუბნებოდა ანუ თენგო არ ინერვიულო ყველაფერი პირველ მაჩს მოვიგებთო მეორე მაჩი უნდა მოვიგოთო ახლა დარწმუნებული არ იყო 100%-ით მაგრამ 95% ჯეროდა გრძნობდი არ ინერვიულო დაამშვიდო იგი მძიმე მაჩი იქნებაო მძიმე ასეც მოხდა ხო ბატონო თენგის მე ვიცი ჩვენი გუნდის პოტენციალი და შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვიყავი რომ მიუხედავად აი ამ იქაური მაყურებლის ზეწოლისა და სხვადასხვა ფაქტორები რო არის გარე ფაქტორები გასულ მატჩებზე მაინც დარწმუნებული ვიყავი რომ ჩვენებს შეწევდათ ის უნარი რომ გაიმარჯვათ რაც მოხდა კიდეს მოგეხსენებათ 5 ბურთს ვიგებდით და შეგვეძლო უფრო მაღალი ანგარიში დამოუკიდებლობა მეორე მატჩი 16 მარტს ბოსნიის ქალაქ ცაზინში გაიმართა ეს ქალაქი პატარა ქალაქი ძველი ისტორიული ქალაქი ხორვატიასთან საზღვარზე მდებარეობს ჩვენი ნაკრები გაფრინდა 13 მარტს გვიან საღამოს ხო ღამე 14 რომ წლებოდა და გაფრინდნენ ზაგრებში სტამბოლის გავლით ხო ასე ზუსტად ვამბობ ბატონო ვახტი მერე ჩაფრინდნენ ზაგრებში დახტა სპეციალური ავტობუსი ბოსნიის ფედერაციის ავტობუსი ზაგრებიდან 120 კილომეტრი იარეს და ჩავიდნენ ცაზინამდე მაგრამ როგორც გავიგეთ თვითონ ცაზინში კი არ ცხოვრობდნენ დაახლოებით 25-30 კილომეტრში პატარა ქალაქში ცხოვრობდნენ ბოსნიაში სულ რამდენიმე ოჯახია ქართველები ხორვატიაშიც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს როგორც ჩვენ ვიცით და ამიტომ არ იყო მოსალოდნელი რომ ბევრი კომაგი მოვიდოდა ქართველების მithumetes ის საქართველოს ნაკრები მithumetes ისეთ ქალაქში ტარდებოდა სარაევოში რომ ყოფილიყო შეიძლება მეტის მოსული იყო სარაევოდან ცაზინი ძალიან დიდი 3-4 საათი უნდა ხო ამიტომ მე პირადად ბატონო ვახტანგი მეორე მატჩის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრეთ საქართველოს ელჩს ხორვატიაში ბატონ ზაზა გოგსაძეს მანამდე ბატონი ზაზა იყო ელჩი საქართველოს ელჩი უნგრეთში, მანამდე ჩეხეთში, იტალიაში გამოცდილი დიპლომატი, მეცნიერი, ჟურნალისტი ახალგაზრდობაში და ბატონ ზაზას ვთხოვეთ ბატონ ვახტანგ და მე ვთხოვეთ თუ არის საშუალება რომ ზაგრებიდან ჩასულიყო თვითონ ან საელჩოს თანამშრომელთან ჩასულიყო ბოსნიის იმ ქალაქ ცაზინში, სადაც ტარდებოდა 16 მარტის მატჩი. კვირადღე იყო და დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ ზაზა გოგსაძეს, რომელიც მატჩის დღეს 16 მარტს კადრების გამოჩნდება ახლა, როცა ჩვენი ელჩი ხორვატიაში და საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდნენ ამ შეხვედრას ფოტოები გამოჩნდება ახალბად სავარაუდოდ დიახედავთ ამ მატჩზე ეს სილკ უნივერსალის ეპიზოდია როცა რამდენიმეჯერ აჩვენეს იქ ტრანსლაციის დროს სილკ უნივერსალზე იყო რეპორტაჟი ბატონი ლევან გელაშვილი ზის მათ გვერდით საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ხედავთ კადრებს ეს მატჩამდე და მატჩის დროს ბატონ ლევანი იყო დელეგაციის უფროსი საქართველოს დელეგაციის უფროსი ბოსნიაში ამ მატჩზე ის არის გენერალური მდივანი ფედერაციის საერთაშორისო ევროპის ფედერაციის საერთაშორისო დელეგატი და გამოცდილი პიროვნება და ბატონი ზაზა გოგსაძე და ბატონი გიორგი ზვიადაძე ჩავიდნენ სპეციალურად ზაგრებიდან ცაზინში 120 კილომეტრი არის თუ მეტი არა უკომაგეს როგორ შეიძლებოდა პლუს მატჩის შემდეგ როგორც საერთაშორისო სპორტულმა დაზროვამ გვაცრობა მიულოცეს პირადად ბიჭებს შევიდნენ იქ გასახდელი იყო თუ დერეფანე სადღაც მიულოცეს ბიჭებსაც მე ვიცი რომ ესიამოვნათ ბევრი არ იყვნენ მაგრამ ხომ გრძნობდნენ იმ დროშაც იყო იქ ტრიბუნაზე ჩვენი დროშაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ელს ხორვატიაში ბატონ ზაზა გოგსაძეს მართლა უდიდესი ყურადღებისთვის ბიჭებისთვის ძალიან სასიხარულო იყო ამხელა ყურადღება მე თამაშის წინ მივიდა გაესაუბრა გაამხნევა თამაშის დროსაც გუშემატკივრობდა რა თქმა უნდა მე მიულოცა გამარჯვება და ესეთი ყურადღება ძალიან დასაფასებელია და მადლობა მინდა გადავუხადო საკონსულოს როგორც მე ვიცი უკანა გზაზე აეროპორტშიც გამოაცილეს თანამშრომლები მიუღდნენ ქეთიდოლიძე საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა ზაგრებში ხორვატიაში
აეროპორტში დახტა გამოაცილეთ ჩვენი ნაკრები ის ნაწილი რომელიც აქეთ მოდიოდა დანარჩენი ბიჭები წავიდნენ თავის კლუბებში ხო თავის კლუბებში აბსოლუტურად ყველა ლეგიონერი ასე ვთქვათ წავიდნენ დაბრუნდნენ თავის კლუბებში და რამდენიმე მოთამაშე და მწვრთნელები დაბრუნდნენ საქართველოში და აქვე უნდა აღვნიშნო რომ ჩვენ რა თქმა უნდა დავხვდით აეროპორტში ჩვენ გუნდს ტელევიზიები იყვნენ მოსულები მობილიზებული ჟურნალისტები დღეს დილის 5 საათზე კი ბატონო და დიდი მადლობა ყურადღებისთვის გულშემატკივრებს ჟურნალისტებს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სპორტული ჟურნალისტთა ასოციაცია რომელმაც როგორც იცით თამაშის წინ გავიმარჯვეთ ერთ-ერთ ნომინაციაში ყველაზე პროგრესირებადი ფედერაციის პრიზი 24 წლის შედეგების მიხედვით 24 წლის შედეგების მიხედვით კი ბატონო და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო თენგიზ თქვენს და მე როგორც ვიცი გიგა გვენცაძემ გადმოგცა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა წარმატებულ და ცნობილმა სპორტულმა ტელეკომენტატორმა გიგა გვენცაძემ 13 მარტს პირველი მატჩის წინ თქვენ გადმოგცათ ეს სპეციალური ჯილდო ხელბურთის ფედერაცია არის აღიარებული ყველაზე პროგრესირებად ფედერაციად საქართველოში SSG-ს გამოკითხვის შედეგად და კი ბატონო და შარშან მოგეხსენებათ 2023-ში საუკეთესო ეროვნული ნაკრები ვიყავით თქვენი შეფასებით, ჟურნალისტების შეფასებით, სპორტული ჟურნალისტების და გიორგი ცხორებაძე იყო საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი. მახსოვს და იმ დიდ სპორტსმენებშიც მე ვიცი, კარგი ადგილი დაიკავა ყველაფერი წინავს გიორგი ცხორებაძეს და მის გუნდელებს, ნაკრების ყველა წევრს, ალბათ შემოდგომაზე უკვე ნიკა კალანდაძეც შემოგვიერთება, ნიკა კალანდაძეს შვილი პროცესს გადის და ნიკა კალანდაძე როცა დაგვიბრუნდება და აუცილებლად სექტემბრიდან შემოვიერთდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი უფრო წარმატებით იასპარეზებს, იმიტომ რომ ნიკოლოზ კალანდაძე ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აღიარებულია და ამ ტრამვამ ასე ვთქვათ ცოტა ხანი მოუწია დასვენება. წელიწად ნახევარია უკვე თითქმის რა სამწუხაროდ, მაგრამ მე ვიცი ნიკოლოზი ამას დაძლევს და ყველაფერი კარგად იქნება. მე ვესაუბრე ამას წინათ ბატონ ტიტე კალანდაძეს ჩვენი ნაკრების თავმჯდომარეს მან მითხრა რომ რამდენიმე თვეში ალბათ უკვე შეიძლება მას ვარჯიშები, სერიოზული ვარჯიშები და ველოდებით რომ შემოდგომაზე ალბათ შემოგვიერთდება ბატონო თენგიზ თამაშიდან თამაშამდე გუნდი განიცდის პროგრესს, უფრო მეტი ჩვენი პრობლემა არის დროის უკონლობა და შეთამაშების არ ქონა, ამიტომ 2 დღით ადრე ჩამოდიან მატჩამდე 2 დღით ადრე და 2 დღე აქვს ფაქტიურად ტიტე კალანდაძეს და სამთო 3 ვარჯიში 2-3 მაქსიმუმ 3 ვარჯიში თუ მოასწრეს კარგია ეს 2 ვარჯიში კი ბატონო 2 ვარჯიშს ასწრებენ ხოლმე და ამ 2 ვარჯიშზე ხდება ამის რაღაცა ფორსირება, ძველის გახსენება, ახლის დამატება და სპეციალურად მომზადება შესაბამისი თამაშისთვის და ასე რომ მაგრამ პროფესიონალები არიან და კარგად უძღვებიან, რაც თავარია და მე ვიცი რომ უფრო უკეთესად შეძლებენ. მე ყველაზე მაგრად გამიხარდა ის, რომ ამ თაობამ, ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების დღევანდელმა თაობამ ასეთ შედეგებს მიაღწია, გაახარა მთელი საქართველო ამ შედეგებით და განსაკუთრებით გაახარა ვეტერანი ხელბურთელები, რომ ჩვენ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი და მდიდარი ისტორია. მომავალ წელს 26 წელს აღინიშნება ჩვენი ხელბურთის 70 წლის თავი, განსაკუთრებით ოქროს ხანა იყო 60-იან წლებში, 70-იანებში, 80-იანებში, როცა თბილისის ქარიშხალა ბურევესტიკის გუნდი იმ საბჭოთა იმპერიის ჩემპიონატში და თასებში და ევროპულ საკლუბო ტურნირებშიც მონაწილეობდა საკმაოდ კარგად და იმ დროს ძალიან დიდი შედეგები დაიდო, პლუს დამოუკიდებლობის პერიოდში მიუხედავად სირთულეებისა 90-იანი 2000-იანი წლების იყო რაღაცა პერიოდი ჩავარდნის, ბოლო წლებში ძალიან მაგარ შედეგს აღწევს ჩვენი ხელბურთელთა ნაკრები და მე ძალიან გამიხარდა ბატონო ვახტანგო ვეტერანი ვინც არიან ცოცხლები იმ თაობის იმათ უხარიათ ისე რომ აი ხედავთ ბიჭებმა ისე აწიესო ეს მუხტი რომ ჩვენ ყველაზე მაგრად მათ უხარიათ, იმიტომ რომ ჩავარდნის შემდეგ რომ დაინახეს რომ აი ეს თაობა მოდის, რომელსაც შეუძლია დიდი შედეგი დადოს. ევროპის ჩემპიონატის გავიდეს. მსოფლიო ჩემპიონატის გავიდეს და 28 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რომ გავიდეთ ამის მიზანი არის, ხო ბატონო? კი ბატონო. პირველ რიგში რა თქმა უნდა გვინდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, შემდეგ ჩვენი მიზანი არის მსოფლიო ჩემპიონატი და ჩვენი ოცნება არის უკვე ოლიმპიური თამაშები 2028 წელს ლოს-ანჯელესში. რაც შეეხება ვეტერანებს, სამწუხაროდ ოქროს გუნდი თქვენაც ახსენეთ, ჯემალ ცეცვაძე, იმედო ფხაკაძე, ჯემალ აბაიშვილი,
ჯანო ბაგრატიონი ის ოქროს გუნდი სამწუხაროდ არავინ ცოცხალი აღარ არის ვერ მოესწრენა მაგრამ შემდეგი თაობები ალექსანდრე ამპილოგოვი რო ჩამოსული ყოველდღე ფაქტურად ყოველდღე ამ თამაშების დროს კავშირზე არის გერმანიაში ცხოვრობს ჯემალ ბარამიძე ამასიღად იყო გადაცემაში ბატონი ჯემალი დიახ კი ბატონო ზურაგეგეძე ყველას ბერიაშვილი გოგა ყველას ჩვენს გვერდში არიან ძალიან გახარებულები არიან და უფრო ახალგაზრდა ვეტერანებს უფრო ახალგაზრდა 90-იანების პირდაპირ ჩართულები არიან მერაბ როგავა არის ჩვენი ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტი და მის გარშემო არიან მოკრებილები და ყველა ძალიან გულმხურვარედ უჭერს ჩვენ ახალგაზრდებს ტალანტებს ახალგაზრდა სპორტსმენებს ჩვენებს ხარს რა თქმა უნდა და დარწმუნებული ვარ რომ აი ეს ტრადიციები გაგრძელდება და უფრო განვითარდება კი ახლა ერთი თემა კიდევ და მე ანონს უნდა მიცეთ სიტყვა ესე იგი 25 წლის ივლისში თელავში გაიმართება ევროპის გოგონათა 19 წელთაღრიცხვა ჩემპიონატი. მათ მონაწილეების შორის იქნება საქართველოს გოგონათა ნაკრები, რომლის მეკარე არანო გაწერილია დღეს ჩვენი სტუმარია. და მინდა გთხოვოთ როგორ მიდის სადება ევროპის ჩემპიონატისთვის? როგორ მოახერხეთ ამის ამოღებაა საქართველოში, როგორ დაარწმუნეთ ევროპის ფედერაცია, ალბათ იყო სერიოზული წინამუშაობა, ეს თუ შეიძლება. კი ბატონო, შარშანს ნოემბრის თვეში ჩატარდა კონგრესი ვენაში და იქ ვიყოფებოდი მე და მაშინდელი გენერალური მდივანი კეთი კობერიძე. დიახ. კეთი კობერიძე, რა თქმა უნდა, არის ჩვენთან ერთად, ეს მუშაობს ჩვენთან ერთად და არის ჩემი მთავარი მრჩეველი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო მიმართულებით. იმიტომ რომ იანვრიდან ლევან გელაშვილი არის გენერალური მდივანი. ჩვენ ერთად შეტანილი ქონდა კონკურსი იყო გამოცხადებული და შევიტანეთ განაცხადი და იქ მე მქონდა იყო მუშაობა ამათ საკითხთან დაკავშირებით და ევროპის ხელბურთის ფედერაციის კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით გადაწყდა რომ თელავში ჩავატაროთ 19 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი, სადაც მიიღებს მონაწილეობას 10 გუნდი. მათ შორის საქართველოს რა თქმა უნდა. ივლისის თვეში 12-დან 20-მდე იქნება თამაშები, 10 ივლისიდან დაიწყებენ გუნდები ჩამოსვლას, ჩვენები რა თქმა უნდა უფრო ადრე ჩავლენ. მზადება დაწყებული აქვს ჩვენ ნაკრებს უკვე იყო ჩამოსული ევროპის ფედერაციის წარმომადგენლები. დიახ, ამ 10 დღის წინ, 2 კვირის წინ იყვნენ, 2 კვირის წინ ჩამოვიდნენ ევროპის ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ჯორჯ ბარბეტოსი და ჯულია ბენცი, რომელიც იყოფებოდნენ თელავში. კარგი შეხვედრები ჰქონდა, მადლობა მინდა გადაუხადო კახეთის გუბერნატორს და გუბერნიას და თელავის მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტის მერს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სტუმრებს ვანახეთ სპორტული ინფრასტრუქტურა, მაღალი შეფასება მიიღეს სტუმრებისგან ამ თელავის სპორტული. მაგრამ კიდევ გასაკეთებელი იქნება. გასაკეთებელი არის, რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპორტის სამინისტრო აკეთებს რემონტს, ეხლა ევროპის ჩემპიონატისთვის ამზადებს ამ დარბაზს. და $1,000,000 ლარამდე იხარჯება მოწესრიგდეს ბოლომდე ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ევროპის ხელბურთის ფედერაციაც მზად არის ამისთვის რომ ყოველ წელს თელავში ჯერ ახალგაზრდულ დონეზე როგორც ბიჭებში და გოგოებში მინიმუმ თითო 2 ესეთი ევროპის ჩემპიონატი ჩავატაროთ ახალგაზრდებს შორის ასაკობრივი ჯერ ამ ეტაპზე და შემდეგ შეგვიძლია უფრო დიდზეც ვიფიქროთ ასე ვთქვათ მე დარწმუნებული ვარ სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტის და გუბერნიის გვერდში დგომით უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ. თბილისიდანაც ჩავა ხალხი და ადგილობრივი კახეთის მაცხოვრებლებიც მივა იმ მატჩებზე. იქნება 500 სპორტსმენი ჩავა თელავში. სხვადასხვა ქვეყნიდან. კარგი ორგანიზებული იქნება, მე დარწმუნებული ვარ, სასტუმროებიც კარგი არის, შესაბამისი ღონისძიებებიც იქნება, კულტურული, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ გვჩვევია და უმაღლეს დონეზე მივიღეთ უმასპინძლებ და რაც შეეხება გუნდში უკვე დავიწყეთ მზადება გუნდში. თავარი ძნელი არის ამ გოგონათა ნაკრების გიორგი გვაზავა, ხო? გიორგი გვაზავა არის. თავარი ძნელი ეხმარებიან ჩავჩიძე და ჭუასელი. მარი ჩავჩიძე და ინა ჭუასელი და რა თქმა უნდა, ხელმძღვანელი არის ამ მიმართულების ლანა მარგიანი. ლანა მარგიანობის რამდენიმეჯერ იყო ბოლო წლებში ჩვენ გადაცემაში ყოფილი ხელბურთელი. ბატონო თენგის, მაგრამ გეტყვით რომ ქალთა ხელბურთის განვითარებას ვიწყებთ აი ამ ნაკრებით. ეს საბაზო გუნდი იქნება ეროვნულისთვის. ეროვნულიც და ყავს რამდენიმე კარგი
ქეთი ვენეცკი ყავს, მედია ჩოხელი ყავს, არიან გოგოები აზერბაიჯანის თამაშობელი ევროპის კლუბებში. ხო, გვინდა ესენ შევკრიბოთ ეროვნული ნაკრების, მაგრამ ესენი იქნებიან ძირითადი. საბაზო იქნება და რა თქმა უნდა ისინი გააძლიერებენ ამ გუნდს და ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს, ტალანტების პროგრამა, სადაც 14 წლამდე ნაკრებიც აკვავს, რომელიც არიან როგორც ბიჭები, ისე გოგოები, ისინი ესპანური პროგრამით ემზადებიან, ეხლა აპრილში მიდიან ესპანეთში და აი ესპანური ტურნირის შემდეგ შეგვიძლია მე მომიწვიოთ, ვისაუბროთ ამაზე, ნახოთ რა წარმატებები გვექნება ესპანეთში და ამ მიმართულებით. ასე რომ ჩვენი მიზანი არის, როგორც ბიჭებში მოხდა ევროპაზე პროგრესი, კი ბატონო, 4 წელიწადში გოგოებზეც გვაქვს პრეტენზია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ გზა გავიკრიოთ. ნახოთ რა გამოგვივა ჩვენი მონდომება და ძალიან კარგი. ჩვენ არ დავაკლებთ. თქვენ ხომ იცით, თითქმის რაც დაიწყო აღორძინება ეს ქალთა გოგონათა ყველა ტურნირი მატჩები მე ვცდილობ ხალხის მოვიყვანო თვითონ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა კუთხით რომ მამაკაცებს დიდი შედეგები აქვს და მოლოდინია რომ გოგონები სადები გახსოვთ იყოს ჩვენ გვინდა სისტემა შევქმნათ რომ უწყვეტად ხდებოდეს გოგონათა ისე ვაშთა განვითარება სპორტული მიმართულებით პანდემიამ ცოტა შეგვიშალა პანდემია შეგვიშალა ნამდვილად გაწიბა ის მომენტი ბევრმა მიატოვა კი ბატონო და როგორც ბიჭებში ისე გოგოებში მაგრამ ბიჭებში შევძელით გავიგრძელებინა და გოგოებს ახლა ვიწყებთ ფაქტიურად ამ ზუსტად ხედი გადაცემით საგოლე პასი მომეცით ახლა მე ბატონო ვახტანგ რადგანაც ვისაუბრეთ გოგონათა ახალგაზრდა გოგონათა ხელბურთელთა ნაკრებზე ევროპის გოგონათა 19 წლამდე გოგონათა ჩემპიონატზე რომელიც გაიმართება თელავში ზუსტად გადავალთ ამ საგოლე პასით ჩვენ მეორე სტუმარს მივცემ სიტყვას კიდევ ერთხელ წარმატგენ ანანო გაწერილია საქართველოს გოგონათა 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრების მეკარე ფოთის კლუბ ოქროს ვერძის მეკარე 18 წლის არის ანანო გაწერილია წარმატებით თამაშობს მე ვიცი რომ ბაქოში შარშანწინ გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ერთ-ერთი მატჩის თუ ორი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს კიდევ სხვა ტურნირებში აღიარეს ვიცი მე წავიკითხე არანო სადღაც ძალიან დიდი ხანია გათვალიერებ რომ მეკარეობა ძირითადად ბევრს არ უნდა ყველას წინ უნდა ხო ბურთის გადანა და მეკარეობა უფრო რთულიც არის და ტყუილად კი არ ამბობენ რომ ნახევარგუნდი არისო მეკარე და ანანოზე მინდა ერთი-ორი სიტყვა კიდევ თქვა ფოჩი არის დაბადებული ხო კაზდილი შობლები დედა და მამა არიან დევნილები აფხაზეთიდან მამა პაატა გაწერილი არის გალიდან დედიკო ქალბატონი შორენა სოსელია არის ოჩამჩირელი დევნილთა ოჯახში არის დაბადებული და გაზრდილი ანანო იქ ფოჩი 93 წლის ომის შემდეგ 92-93 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაახლოებით 400,000 ადამიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან 400,000 მეტი ადამიანი გახდა დევნილი დიდი ნაწილი საქართველოს ამ ნაწილში დასახდა გარკვეული ნაწილი სხვა ქვეყნებში წავიდნენ ევროპაში და გაწერილების ოჯახი აღმოჩნდა ფოჩი დაიბადა გაიზარდა ამას წინათ ვესაუბრე ამდენიმე დღის წინ ქალბატონ შორენას ანანოს დედიკოს ორი დაიკავავს უმცროსები არიან ხო უმცროსები და მისი გადაცემაში მოწვევის მიზეზი მარტო ის არ არის რომ ნაკრების წარმატებული მეკარეა და ფოთის კლუბ ოქროს ვერძის მეკარე არამედ ის რომ რამდენიმე დღის წინ ანანო გახდა ჯერ ოფიციალურად არ არის გამოცხადებული რომ დამტკიცებულია ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის კულტურის და სპორტის სამინისტრომ რომ დააწესა შარშან და წელს გაგრძელდა ეს ტრადიცია ვიქტორ სანეევის ლეგენდარული სპორტსმენის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია და ანანო გაწერილია კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ნორჩ ჭაბუკებთან და გოგონებთან წარმატებულ სპორტსმენებთან გახდა ამ ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიანტი ოფიციალური ცერემონია გაიმართება მარტის მეორე ნახევარში როგორც მე ვიცი ალბათ შემდეგ კვირაში მარტის ბოლოს და იქ გამოაცხადებენ კიდევ ვინ არის
ამ ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატი ერთ-ერთი არის ანანო გაწერილია იქ არიან მოჭიდავეები, მოკრიბეები, ძუდოისტები წარდგენილი იყვნენ, ხელბურთელები, მორაგბეები, ფეხბურთელები ასე შემდეგ, მაგრამ ანანო აღმოჩნდა იმ 10 სიაში, რომელსაც მიენიჭა ეს სტიპენდია და სტიპენდიასაც მიიღებდა ხო ვიქტორ სანეევის სახელობის და ერთ-ერთი მომენტი ამ გადაცემაში მოწვევის იყო ესეც და რასაკვირველია ის რომ არის წარმატებული მეკარე და ნაკრებში და რაც თავარია რომ მე ვესაუბრე რამდენიმე დღის წინ და მითხრა რომ მინდა დიდ შედეგები დავდო ხელბურთში. ახლა ანანო მინდა გთხოვოთ. აი როგორ დაიწყეთ ეს ხალხი? ფოთში ცხოვრობთ და როგორ მოხდით ხელბურთში? მეზობლებმა, ნათესავებმა თუ ტელევიზიით ნახეთ თუ მშობლებმა გირჩიეს თუ როგორ მოხდა ეს? როგორ აირჩიეთ ხელბურთი? მანამდე ხომ არ იყავით სხვა სახეობაში? არა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ეს რა წარმოაჩინეთ ჩემი თავი. ჩემმა მეგობარმა მირჩია რომ სპორტით დავკავებულიყავი და მაშინ ხელბურთი არ იყოს პოპულარული სპორტი და მეც გადავწყვეტე რომ ხელბურთში შემოსულიყავი და დამედო ჩემი შედეგები. ეს ფოთში ხო? დიახ. აი ეს თქვენი მეგობრის სახელი გვარი ხომ არ არის საიდუმლო ხომ შეიძლება ვთქვათ ვინ გირჩიათ ხელბურთში ის პიროვნება უნდა დავაფასოთ ხო ბატონ ვახტანგ? ჩემი კლასელი იყო მარიამ კაჭარავა. და მისი დაჟინებული თხოვნა იყო რომ შემოსულიყავი ხელბურთში. თვითონ დადიოდა დიახ. ხო იმ დროს დადიოდა ხელბურთზე და გირჩიათ ხო ესე იგი აიყოლია ხო და ეს რომ წახვედით იქ მერე მეკარეობა თვითონ აირჩიეთ თუ არავის არ უნდა კარებში არა მეკარეობა ჩემი სურვილი იყო რომ კარში ჩამდგარიყავი ვუყურებდი ზურაბ ცინცაძის თამაშებს და ერთი წამით გაიმეორეთ კიდევ ვუყურებდით ზურაბ ცინცაძის თამაშებს და ძალიან დიდი мотиваცია მქონდა იმისი რომ მეც მისნაირი ყოფილიყავი ზურაბ ცინცაძე საქართველოს ხელბურთთა ეროვნული ნაკრების წარმატებული მეკარე და მე ვიტყოდი არა მარტო მეკარე, არამედ კარგი მსახიობიც აიყოლიებს მაყურებლებს, აიყოლიებს თელ და მე მგონი რომ მოწინააღმდეგეს უკრავს სტარში, იმიტომ რომ ისეთ ელემენტებს ბურთებს მოიგერიებს, ისე ოსტატურად მსახიობი რომ აიყოლიებს. ახსოვთ ბატონო თენგიზ გერმანიაში ამხელა შოუ დადგა და 15000 კაცი დაყურებელი ბოსნიელების დასუკრავდნენ ზურას და ეხლა გუშინ თამაშიც დასუკრავდნენ გუშინ ბოსნიაში. ახლა თქვენ კადრში ეკრანზე ხედავთ საქართველოს გოგონათა ნაკრების ერთ-ერთი თამაშის ფრაგმენტს, ხო თქვენ თამაშობთ ხო აქ? ეს ბაქოში იყო თუ თბილისში? არა ეს კოსოვოში. კოსოვოში. ეს 24 წელს ხო კოსოვოში იყო ევროპის ჩემპიონატი თუ ტურნირი იყო? ტურნირი იყო კონტინენტალურ. და კარებში მე დავენახე 1-2 ბურთი ისეთი მოიგერია რომ ძალიან გამიხარდა. ესე იგი ეს რამდენი წელი იყავთ რომ შეხვედით ხელბურთში? ეს ყველაფერი მოხდა 2019 წელს. დაახლოებით 15-16 წლის ასაკში. არა, ცოტა მეტი. არა 14 ახლა ხომ 18 წლის ხარ 5 წლის. ესე იგი 13-14 წლის ასაკში. მანამდე არ დადიოდით ხო ხელბურთზე? ახლა მე ვისარგებლებ შემთხვევით ალბათ დამიჭერს ხარს ანანო რომ უფრო ადრე ასაკში შეიძლება უკვე ბაღებშია შესული ხელბურთის ფედერაცია აწყობს ბაღებში ყველა ბაღში ვერ ხერხდება მაგრამ ძირითად ბაღებში თბილისში და რეგიონებში პროგრამა დაწყებულია რომ პატარა ასაკიდან მით უმეტეს სკოლაში 6-7 საერთოდ 6-7 წელი ითვლება ხო ხელბურთში შესვლა ევროპაში 6 წლიდან იწება ხელბურთი ანანო შევიდა 13 წლის ასაკში 13-14 წლის და ნაკრების და ახალ გოგონათა ნაკრების მეკარეა და ახლა რა მაინტერესებს აი ბაქოში ესე იგი გირჩიათ თქვენმა მეგობარმა და იქ ფოთის კლუბებში ხო ფოთის კლუბში და ნაკრებში პირველად როდის დაგიძახეს ბაქოში რომ იყო ტურნირი თუ როგორ? დიახ ბაქოში გამართული ტურნირის წინ მოსამზადებელ ეტაპზე დამიძახეს პირველად 2023 წელს და მას შემდეგ ნაკრების წევრი ვარ გასაგებია. ბაქოში იქ ერთ მატჩი იყავით აღიარებული საუკეთესო თუ რამდენიმე მატჩი იყო ეს არ მახსოვს ზუსტად. არა ბაქოში არ ამიღია საუკეთესო მოთამაშე. კოსოვოში. დიახ, კოსოვოში ავიღე ერთხელ თვითონ მასპინძელთან კოსოვოსთან. აჰა. ესე იგი გააბრაზეთ კოსოვოს ნაკრები. მოვიგეთ ის მატჩი თუ წავალ. სამწუხაროდ ვერა.
მაგრამ თქვენ იგავით აღიარებული საუკეთესო მეკარეთ, იმიტომ რომ ალბათ წარმომიდგენი ახლა რასმინძელი გუნდი რომ გაღიარებს საუკეთესო მოთამაშედ, ხო? საუკეთესო მოთამაშედ. გასაგები. ახლა რა მაინტერესებს? ანუ იქ მათ შორის გამოჩნდა ეკრანზე თქვენ ხართ დაჯილდოვებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სიგელით შარშან წინ გონი 23 წელს როგორც წარმატებული სპორტსმენი ბატონ ჯემალ გამახარიას ხელმოწერით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის დიდი ხანია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია იმის ხელმოწერით რომ ის დაინახეს აღნიშნეს ახლა რა მაინტერესებს ანანო თქვენ ახლა ემზადებით ამ ჩემპიონატისთვის რომელიც გაიმართება თელავში გუნდში როგორი განწყობაა თქვენ როგორ ფიქრობთ შეძლებთ ამ ერთი მატჩი რომ მოვიგოთ ან ჯგუფიდან გასვლას მეტოქეების გუნდების თამაშებს გაქვს საშუალება რომ ზოგჯერ უყუროთ სადღაც მინდა ვთქვა რომ საკმაოდ ძლიერი გუნდები შეგვხვდა საკმაოდ ძლიერ გუნდებთან გვიწევს თამაში ჯგუფში თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ რამოდენიმე თამაში მოვიგოთ და ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ რაც ძალიან გვინდა ყველას და აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ესე მოხდეს ესე იგი თქვენ შეკრებაზე ხართ ხო სულ თითქმის მე ვიცი გასული წლის ბოლოს ახლაც შეკრებაზე ხართ და რამდენი ხართ მეკარე ახლა რამდენი მეკარე ხართ ამ ეტაპზე 3 მეკარე ვართ მე ორი უნდა დარჩეს ბოლოს ზუსტად არ ვიცით განაცხადი ნუ შესაძლებელია 3 იყოს მეკარე მწვრთნელები გადაწყვიტავენ მინიმუმ 2 იქნება და ხო მინიმუმ 2 ხო კი ბატონო ახლა მეკარეებს შორის კონკურენცია როგორ არის ახლა მეგობრულად ხომ ხართ բայց ერთ ნაკრებში ხართ და მეკარეებს შორის არის ჯანსაღი კონკურენცია თუ კი რა თქმა უნდა ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს ერთმანეთთან ხო ვინ უკეთესად ითამაშებს რა ისე მეგობრულად ხართ ხო ახლა რა მაინტერესებს თქვენ ნაკრებში ხარ და ალბათ თქვენი ოცნება რა არის სპორტში დაიწყოთ სპორტით აი ახალ გოგონათა ნაკრებში ხარ და მე რისი მიღწევა გინდათ ჩემი უდიდესი ოცნება არის რომ ქალთა ეროვნული ნაკრების მეკარე ვიყო რა თქმა უნდა და ასევე მსურს რომ ანუ ხელბურთი გავაგრძელო არ მინდა ამ სპორტის მიტოვება გავაგრძელოთ დიახ არ მინდა ამ სპორტის მიტოვება ძალიან სიამოვნებს ამ სპორტში რომ ვარ ჩართული და ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ეს სპორტი და გასაგებია აი ბატონო ვახტანგ ახტოვანებული ვარ ისე წყნარად შვიდად ორატორულად ნიჭიერ და შინარსიანად თქვა მოკლედ ყველაფერი რომ გავაგრძელებ არ მივატოვებ მიზანია რომ გააგრძელოს სპორტი და ნაკრებში ეროვნულ ხელს შეუწყობთ ყველას რა თქმა უნდა ხელს შეუწყობთ ხო იმიტომ რომ ახლა მესმის სწავლად საჭიროა ყველაფერი უნდა ეცადოთ ორივეს შეთავსება მაგრამ სამწუხაროდ ისე ხდება რომ ზოგჯერ 19-20 წლამდე რომ მიდიან გოგონები ტოვებენ სპორტს გადადიან თლიანად სწავლაზე კი მესმის ახლა გასაგებია მაგრამ შეთავსებად შეიძლება და თუ სპორტში უფრო დიდი წარმატებები გაქვს ის სწავლა არსად არ გაიქცევა იმას შეიძლება მერეც მოასწრო და ყველაფერი პროფესია ბატონო თენგის ხელბურთი არის ინტელექტუალური სპორტი და აუცილებელი არის როგორც ფიზიკური განვითარება ისე გონებრივი განვითარება ეს ჩემი გამოცდილებით გეუბნებით რა თქმა უნდა ყველა სპორტი რა თქმა უნდა ითხოვს შესაბამის განვითარება ეს გუნდური განსაკუთრებით გუნდურში იმდენად დინამიურია იმდენად რაღაც სხვადასხვანაირია და აუცილებელი არის განათლების გარეშე შეუძლებელია დიდი სპორტის თამაში მაგრამ შეთავსება კარგი იქნება ანანო რომ ჩვენ ხელს უწყობთ ყველანაირად რომ შეათავსონ როგორც ვარჯიში ისე სწავლა კიდევ რა მომწონს ბატონო ვახტანგ ახლა ანანოს სიტყვებში პირველ პლანზე როგორც სიტყვიან დააყენა პრიორიტეტად ნაკრები არ მივატოვებო სპორტს გავაგრძელებო ეროვნულ ნაკრებში ვიყო ახლა არავის არ ეწყინოს ზოგი სპორტსმენი ამბობს რომ აი მაგარ კლუბში მოხდეო კი გასაგებია რას ამბობთ ევროპის ან ამერიკის საუკეთესო კლუბებში მაგრამ თავარი არის ნაკრები შენი ნაკრები რასაკრებია როცა კარ კლუბში ხარ
როცა ნაკრებში კარგად თამაშობ, უფრო მეტი რეიტინგი გაქვს და უფრო კარგ კლუბში მოგიწევენ აუცილებლად. ეს ერთად არის ეს პროცესი, ერთი მეორეს არ უშლის ხელს და ავსებს, ხო? და ალბათ საკლუბო დონეზეც, როგორც მე საერთაშორისო სპორტულმა დაზვერვამ მაცნობა, შარშან ქონდათ ერთი ქვეყნიდან მოწვევა, მაგრამ იმ მომენტში თქვენ არ იჩქარეთ, ჯერ სკოლა არ ქონდა დამთავრებული კიდევ და არ იჩქარეთ, იმიტომ რომ ელოდება, როცა იქნება უფრო რომ ჩემპიონატზე დადებთ კარგ შედეგს, ალბათ უფრო ძლიერი ქვეყანა და უფრო ძლიერი კლუბიც მოგიწევთ და არ იჩქაროთ ამ პროცესში, უნდა გქონდეთ კომუნიკაცია ცნელებთან, ფედერაციასთან, ოჯახის წევრებთან, რასაკვირველია, რომ ეს ერთობლივად მოხდეს. და უკვე ქონდა შარშან მე ვიცი ეს საიდუმლო არ ვიტყვი ხო რომელი კლუბიდან, იმიტომ რომ თქვენ არ იჩქარეთ და ჯერ არ წახვედით, იმიტომ რომ გინდათ სკოლის დამთავრება გინდოთ აქ იყო, ოჯახის საკითხებიც იყო და რაც თავარი ახლა აი ბიჭების თამაში რომ ნახეთ, აი ეროვნულ ნაკრებს, აი მითხარით როგორც მეკარე, აი როგორც ხელბურთელი. აი მატჩი დაიწყო, პირველი ტაიმი თბილისში მინუსში ვიყავით სულ, ხო? და აი ეს ჯერ მეკარის შეფასება მინდა და ჩვენ ნაკრების თამაში და ბიჭების შეფასება რა თქვენი როგორც სპორტსმენის კუთხით. ძალიან კარგად ითამაშეს, მინდა ვთქვა ორივე თამაში, მძიმე თამაში იყო მართალია, მაგრამ ორივე თამაში ძალიან კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით ზურაბმა, აი მართლა საუკეთესო არის. ცინცაზე. საუკეთესო არის და საუკეთესოდ ითამაშა ორივე თამაში. რაც გუნდზეც იმოქმედა და გუნდის მოგებაშიც ძალიან დაეხმარა ბატონი ზურაბი. კი. ისე პირადად იცნობთ ზურაბის? სამწუხაროდ. მაშინ ბატონო ახსნათ ამ გადაცემის ამ მონაკვეთს, სადაც ანონო ამბობს რომ უყურებდიო ზურაბის თამაშებს და ამიტომ გადაწყვეტეო მეკარეობა ძირითადი მიზეზი ეს იყო, გაუგზავნი ზურაბ ცინცაძეს, ჩვენ წარმატებულ მეკარეს და არანაკლებ წარმატებულ მსახიობს, მე ასე ვიტყოდი, დამთავრდება მისი კარიერა და შეიძლება კარგ ფილმებში უკვე გააკეთა მან მსახიობურად ძალიან ნიჭიერად, ძალიან ოსტატურად ის შოუ, რომელიც იყო გერმანიაშიც და აქაც და სულ ფიქრობ ანანო ახლა ბურთს რომ მოიგერიებს ზურაბი 5 წამში გადაერთვება მაყურებლებს და აბარაო რა გიგონათ მე ავიღეო ტაში უნდა ამას ბატონო თენგი რაც კარგად გამოსდის ისაკეთოს დიდხანს ჯობია ჯესანა მსახიობას დაიწყებს მესმის თქვენი ტექსტები მესმის პირდა მინდა გითხრათ ძვირფასო ტელემაყურებლებო რომ კიდევ მაქვს საიდუმლო ინფორმაცია რომ ჩვენი ნაკრების წევრები არ ვიცი რამდენად სწორია ეს საერთაშორისო სპორტული დაზვერვის რომ ექიმების რჩევით მეგრული აჯიკა და სვანური მარილი ყოველთვის არის მენიუში პატარა ზომიერად და თქვენთანაც ასე იქნება მithumetes ახლა იქ რასაკვირველია ექიმების დანიშნულებით ბევრი არ შეიძლება მათ შორის ახლა ხუმრობით მაგრამ აჯიკა და მწარე ბევრი არ შეიძლება ექიმების გადაწყვეტილება და მწნელების მაგრამ ვიცი რომ ბევრი სპორტსმენი სვანური ნამდვილი სვანური მარილი და მეგრული აჯიკა პატარ-პატარა დოზებით ბევრი სპორტსმენისგან გამიგია, მაგრამ ზედმეტი არ შეიძლება. ეს მშობლებთან და ცნელებთან უნდა გქონდეთ ამ საკითხში შეთანხმება და კომუნიკაცია. დიდი მადლობა ანანო გენაცელი, მინდა გისურვოთ წარმატებები და ის იმოცნებების აღქმება, რომელიც თქვენ გაქვთ ცხოვრებაში, როგორც სპორტსმენს, როგორც ადამიანს, როგორც პიროვნებას და მინდა უსურვო წარმატებები ჩვენ გოგონათა ცხამიზალთა ნაკრებს, ვეცდები ჩავიდე თელავში, ივლისში, ისე გავაკეთებ რომ თუ რამე არ შემიშალა ხელი ოჯახურმა ან სხვა პირობებმა, აუცილებლად ჩავალ, იქ დავრაზმავთ ადგილობრივ და სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ კომაგებს და განსაკუთრებით უკომაგეთ გოგონათა ნაკრებს და რასაკვირველია მეკარეს ტყუილად არ ამბობენ მეკარე არის ნახევარ გუნდი გუნდურ სახეობებში ხელბურთში განსაკუთრებით
ფეხბურთშიც ასეა, მაგრამ ხელბურთში უფრო ჩანს მეკარე, რომ ფეხბურთში შეიძლება მთელი მატჩი ისე გავიდეს, სულ 2-3 დარტყმა იყოს კარების მიმართულებით და ხელბურთში ყოველ მეორე წუთს შეტევა არის და სულ ჩართულია მეკარე, სულ ჩართულია. დიდი მადლობა და ახლა რადგანაც მე ვიცი რომ თქვენ ფეხბურთის გიყვართ და ბატონო ვახტანგისას უყვარს ფეხბურთი, 1-2 სიტყვით საქართველოს ეროვნული ნაკრები 20 მარტს და 23 მარტს გამართავს ძალიან მნიშვნელოვან მატჩებს სომხეთის ნაკრებთან, საფეხბურთო ნაკრებზეა საუბარი, 20 მარტს ერევანში და 23 მარტს თბილისში. ამასთან დაკავშირებით მინდა შემოგთავაზოთ მოკლე ინტერვიუ, რომელიც მე ამას წინათ ავიღე ბატონ მურთაზ ხურცილავასგან. ბატონ მურთაზ ხურცილავა ევროპის 72 წლის ვიცე-ჩემპიონი, იმავე წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, 1972 წელს მურთაზ ხურცილავა შეიყვანეს ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში და საკავშირის ნაკრების კაპიტანი იყო 72-დან 74 წლის ჩათვლით, 5 წელი 71-15 იყო თბილისის დინამოს კაპიტანი და სხვათა შორის ფრანს ფუტბოლის გამოკითხვაში ევროპის ოქროს ბურთზე 1972 წელს მე-11 ადგილი დაიკავა. მე-11 ადგილი სერიოზული მიღწევა იმ გამოკითხვაში. გთხოვთ ახლა ჩართოთ ბატონ მურთაზ ხურცილავას სიტყვებით ჩვენ საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებზე. ბატონ მურთაზ, 20 მარტს საქართველოს ნაკრები ერევანში შეხდება სომხეთის ნაკრებს, 23 მარტს თბილისში გაიმართება საპასუხო მატჩი. ამ ორი მატჩის შედეგად გადაწყდება დარჩებით თუ არა ჩვენ ამ ჯგუფში, ამ ლიგაში თუ წავალთ ქვემოთ. სომხეთის ნაკრებთან. ეგოს სომხეთის ნაკრები კი არა, ყველა თითქმის ნაკრები მაგ ნახე. საქართველოს დღეს რო ყავს ნაკრები არც ერთ ქვეყანას არ ყავს. ნიჭიერი ფეხბურთელები. ჩვენ მარტო კვარაცხელია ეგ. მეკარე და დაწყებული ყველაზე ცოტა 8 ფეხბურთელი მაინც არის დღეს ჩვენ ნაკრებში, სხვას არ ყავს მასეთი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან. და დიდი მომავალი აქვს ჩვენ ნაკრებს. შეიძლება ითქვას. შეიძლება მეტი შეიძლება ითქვას. თქო, მაგრამ ერთია აი ნაკრებს მე რო უყურებ, არა მეც ველოდები მათგან. მეტრო შეუძლია ეს ჩვენებდა რა არ ვიცი რა. კლასი არის, შესაბამისი დონე არის. დონე არის. ჩვენ ახლა სხვას არ აყავს შენაირი. ასეთი დონის ფეხბურთელი. არ აყავს. მეკარედან დაწყებული ნოეხა კვარაცხელია მე მომწონდა არ აყავს სხვას. მაგრამ მაგას უნდა გამოყენება. ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ უახლოეს წლებში საქართველოს ნაკრებს აქვს პოტენციალი მსოფლიო ჩემპიონატის მოხდეს და ევროპის ჩემპიონატზე თავისუფლად მით უმეტეს ახლა მე სხვა ქვეყნის ყველა ქვეყნის ნაკრების თამაში მაგნანახ ძალიან დიდი მადლობა ბატონო ჩვენაირი შემადგენლობა დღეს იშვიათად ყავს მე არ ამგონია რომ სხვას ყავდეს დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი მადლობა. ეს იყო დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მურთაზ ხურცილავას აზრი, საინტერესო ჩამოაყალიბება ბატონ ვახტანგ და ერთ ფრაზას მიაქციეთ ყურადღება. ამას უნდაო გამოყენება, სტორი გამოყენება, ახლა ის ქვეტექსებში არ შევიდა შიგნით, არ გაშიფა, მაგრამ გასაგებია, სტორი ტაქტიკა, სტორი სტრატეგია, ძნელთა შტაბზეა საუბარი ალბათ. ძალიან კორექტულად ტაქტიანად თქვა რომ ამას სჭირდება ასეთი ვარსკვლავების გამოყენება და მე ვფიქრობ რომ ამ ორი მატჩის ჯამური შედეგი იქნება საქართველოს სასიხარულო ერევანში გვაქვს 20 მარტს თამაში სომხეთის ნაკრებთან და 23 მარტს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე იმედი მაქვს რომ ჩვენი ნაკრები ჯამურად გაიმარჯვებს ორი მატჩის მიხედვით და დავრჩებით ამ ვ-ლიგაში და მომავალში და ვიფიქროთ ა-ლიგაზე და ჩვენი გადაცემის დრო ნელ-ნელა იწურება სამწუხაროდ ახლა არა გვაქვს მეტი საშუალება რომ გავაგრძელოთ ფეხბურთის თემა
ძვირფასო ტელემაყურებელო და რადიომსმენელებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამრეთ ხოხაშვილის სახელობის სპორტული საავტორო ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ვახტანგ მეიფარიანი, დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ და საქართველოს გოგონათა 19 წლამდელთა ნაკრების მეკარე და ფოთის კლუბ ოქროს ვერძის 18 წლის მეკარე ანანო გაწერელია. დიდი მადლობა ანანო განაცვალე და მადლობა თქვენი ნაკრების და ფედერაციის მენეჯმენტს, რომ მოახერხეს ამ ორგანიზებელ გაუკეთეს თქვენ მოსვლას ამ გადაცემაში. დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებელო, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. აბაულა